იცოდი, რომ საქართველოში არის ადგილი, სადაც ვარსკვლავებს ისე ახლოდან ნახავ, თითქოს ხელით შეგიძლია შეეხო. ეს აბასთუმანის ობსერვატორია და აქ სამეცნიერო აღმოჩენები და კოსმოსური ემოციები ერთმანეთს ერწყმის. ვიდეოს ბოლოს გაჩვენებთ ზუსტად რა დავინახე ტელესკოპში, ასე რომ ბოლომდე დარჩით. აბასთუმანის ობსერვატორია 1932 წელს პროფესორ ევგენი ხარაძის ხელმძღვანელობით დაარსდა და გახდა მთის პირველი ასტროფიზიკური ობსერვატორია საბჭოთა კავშირში. აქ აღმოაჩინეს ორი ახალი კომეტა. გაზომეს სატურნის რგოლების სისქე, შეამჩნიეს მერკურის ატმოსფერო და შექმნეს ასტრონომიული კალენდარი, რომელიც დღემდე გამოიცემა. ობსერვატორია ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს და უზარმაზარი 1,5 მეტრიანი ტელესკოპი აქვს, სპეციალური 12 მეტრიანი გუმბათით. დღეს ის არა მხოლოდ მეცნიერების, არამედ ვიზიტორების ცენტრია. ასტროგიდები გიყვებიან ისტორიას. მუზეუმში შეგიძლია გაეცნო მეცნიერებს, ღამით კი ციური სხეულების დაკვირვება შეგიძლია პირდაპირ ამ ტელესკოპით. ახლა თქვენ ხედავთ სატურნს და ვარსკვლავებს, რისი დანახვაც შევძელით ტელესკოპით, თუმცა ეს ვიდეო გადაღებულია ტელეფონით და ერთ-ერთში ვერ ასახავს ყველაფერს, რაც დავინახე, მაგრამ წარმოდგენას მაინც შეგიქმნით იმის შესახებ, თუ რისი დანახვა შეგიძლიათ ტელესკოპის საშუალებით. მე პირადად ძალიან ვისიამოვნე, დიდი ინფორმაცია მივიღე და ყველას გირჩევთ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც წახვიდეთ და აუცილებლად ნახოთ ეს ყველაფერი. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, დაგეგმეთ ვიზიტი ამ საოცარ ადგილას და არ დაგავიწყდეთ ჩემი გვერდის გამოწერა მეტი შემეცნებითი კონტენტისთვის.